დღეს მე მაგნიტით ვთევზაობ ჩაძირული გემების სასაფლაოზე. რომ ნახო რა სახის საიდუმლო ძვილებღირებული ან თუნდაც საშიში განძი შემიძლია ვიპოვო. ეს ადგილი სავსეა გემებით, როგორც ჩაძირულებით, ასევე ჯერ გემცური და მცურავებით. ასე რომ იმედი მაქვს აქ ირგვლივ რაღაც გიჟური რამეები იქნება რომ ვიპოვოთ. და დაჩით ვიდეოს ბოლომდე, რადგან ჩვენ შევალთ ამ მიტოვებულ გიგანტებში რომ ნახოთ რა დარჩა შიგნით. ამდენი მაგარი ჩაძირული გემის ფონზე უკვე ვიცი რომ წყალში კიდევ უფრო მაგარ რაღაცებს ვიპოვით. ასე რომ დავიწყოთ მაგნიტის სროლა და ვნახოთ რას ვიპოვით. რამდენადაც ზღაპრულია ეს ადგილი, დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე დამჭირდება. ამდენი ჟანგიანი ლითონის გარემოცვაში ნებისმიერი პატარა შეცდომა პირდაპირ საავადმყოფოში გამამწესებს. თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ კოღოებმა ჯერ არ მომკლეს. ძმაო, კოღოები გაგიჟდნენ. შეგიძლია რამე კოღოს საწინააღმდეგო სპრეი მომიტანო? კი, აქვე მაქვს. ძმაო, ეს საერთოდ რა არის? თვალებში მისხამ, ძმაო. რატომ აკეთებ ამას? ჰეი, კარგად ხარ? ხო, არა, ხო, ეხლა ბრმა ვარ. მოდით მაგნიტი წყალში ჩავაგდოთ. კიდევ ერთხელ. კი. ღმერთო ჩემო, დამავიწყდა თოკის დაბმა. ეს ძალიან ცუდი შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს რა არის? რაღაც ფორტუხლისფერი გვაქვს. ეს რა ჯანდაბაა, ბიჭებო? რა ჯანდაბაა მასზე? ეს რა ჯანდაბაა? ღმერთო ჩემო, ეს გიგანტური კაუჭია, რომელზეც თევზი აქვს გაჭედილი. ეს საშინლად ყავს ბიჭებო, ეს ოკეანის ფსკერზე იდო. კარგი, ამას მოვიშორებ. მოდით მაგნიტი ისევ წყალში ჩავაგდოთ და ვიპოვოთ რამე რაც ასე საზიზღარი არ იქნება. გთხოვთ, ამას ნუ შეხედავთ. კი. კარგი, თითქმის თავი დავიზიანე, მაგრამ საკმაოდ კარგი სროლა იყო, ბიჭებო. შეიძლება ხომალდი მაქვს. მგონი ხომალდი ვიპოვე. ვერ ვამოძრავეთ. არა, უკვე გაჭედილები ვერ ვიქნებით. მოდი, ახალი ხომალდი მინდა. კარგი. მგონი მოვშორდით, მაგრამ მაგლიძე კიდევ რაღაც არის. ეს ძალიან მძიმეა, ძლივს ვამოძრავებ. ნახე ბუშტები, ღმერთო ჩემო, ძმაო, საშინლად მძიმეა. ავიღე, ამოდის. ბევრი რამ ავიღეთ, ბიჭებო, ნახეთ ეს ყველაფერი. ეს რა ჯანდაბაა? ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ეს სიგიჟეა, ეს რა არის? რაღაცა სახრახნისი ან რაღაც ავიღეთ. ეს ცოტა უცნაურია. კარგი, ეს ჩვენი პირველი ნამდვილი სროლაა. შეიძლება ითქვას, რომ ჩაძირული ნავების გარშემო ბევრი რამ არის. სახრახნისი ავიღეთ. გიგანტური ღუზა. მგონი ეს არის. ძველი გემის ღუზაა. არ ვიცი, შემისწორეთ თუ ცდები. აი. ძალიან ხმამაღალი იყო. თევზის კაუჭი. კიდევ ერთი დიდი ძველი თევზის კაუჭი. ცოტა უცნაურია, ჩუმად შევინახავ ამას. და ჩემი საყვარელი მონაყოფარი. არ ვიცი ეს რა არის, მაგრამ მომწონს. ეს არის მძიმე მარადიული ტანჯვის იარაღი ან რაღაცა მსგავსი. ბასრია. ეს წარმოუდგენლად ბასრია. აუ. ეს რაღაც უკნიდანაც ბასრია. წვერიც ბასრია. ეს მთლიანად პირია. არ ვიცი მაგნიტი და როგორ უნდა მოვაშორო. ალბათ ფრთხილად. არა, თავს ვასკენ. კარგი, ესე რომ ეხლა შეიძლება უბრალოდ მაგნიტი იყოს. არ მგონია ეს რამე მოვაშორო. ო, არა, ეს უბრალოდ მაგნიტია. კარგი, ესე უშვებ ბიჭებო. 1, 2, 3. ძმაო, სახელური მოთხრა. ღმერთო, მართლა მოთხრა. მაშინ ეს საგანგებო სიტუაცია. უნდა გადავარჩინოთ სახელური. მოიცა მართლა? არა. კარგი, მგონი ეხლა მხოლოდ პირია მაგნიტზე. მოდი დავაბრუნოთ და ვიმედოვნოთ, რომ რაღაც უკეთესი გვექნება ვიდრე წამების მოწყობილობა. მგონი თავი მოსწყდა. კარგი, თითქმის არაფერი გვაქვს. ეხლა რაღაც უზარმაზარს მივუერთით, ბიჭებო. პირდაპირ ჩვენს ქვემოთა. რა ჯანდაბა? ვეც კი ვწევ, ღმერთო ჩემო. არ ვიცი რა გავაკეთე. მოიცადე, მოდი. ღმერთო ჩემო, ეს რა ჯანდაბაა? მოდი, წყლიდან გამოვიდეთ. ძმაო, მგონი უზარმაზარი ხუთი ვიპოვეთ. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო, რამე ხარ მომხდა? ღმერთო ჩემო. კარგი ბიჭებო, მგონი უზარმაზარი ხუთი ან რაღაცა მსგავსი ვიპოვეთ. ღმერთო ჩემო, ძველად არ გამოიყურება, ანუ საკმაოდ დაზიანებულია, მაგრამ იმაზე ძველი ნამდვილად არ არის, ვიდრე სხვა ნივთები, რაც დღეს ვიპოვეთ. ბიჭებო, ეს სიგიჟეა. არ ველოდი რომ დღეს უზარმაზარ სკიუს ვიპოვიდი. უნდა გავხსნას და ვნახოთ შიგნით რამე თუ არის. ნახეთ, თითქოს სათევზაო ბადეშია გახვეული და ძველი ნაჭრები და რაღაცებია. ეს ნივთი უძველესია. ღმერთო, რა მძიმეა. აო, კარგი. ეს ძალიან მაგარია, ბიჭებო. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს შიგნით. აბა, გავხსნათ. ან ძალიან მინდა, მაგრამ მგონი საკეტი ადევს, არ ვიცი. უბრალოდ შევძლებ თუ არა? არა, მგონი ვერ შევძლებ. არა, ძველია, მაგრამ იმდენად ძველი არა. ეს რაღაც საკმაოდ უხარადაა დაკეტილი. მოგვიწევს გადახვა თუ გვინდა რომ ნახოთ რა არის შიგნით. ზუსტად ესეთი გასაღები არ მაქვს. ძმაო, შეგიძლია მომაწოდო ის. სულაც არ დამაცადე დასრულება, მაგრამ ხო, ზუსტად ეს მჭირდებოდა. მადლობა. ეს ერთადერთი შანსია რომ ეს გავხსნა ასე რომ მოდი რამდენჯერმე დავარდა. კარგი, პირველი ძდამ საერთოდ არაფერი გააკეთა, მაგრამ მეორე ძდამაც არაფერი გააკეთა. ალბათ მესამე ძდაც არაფერს გააკეთა.
გახსნილია უკვე. გაგზელე. კარგი, უნდა ვიპოვოთ უკეთესი გზა ამის გასაკეთებლად. მეტი ხელსაწყო გჭირდება რომ ეს გავხსნათ. სად არის მაგნიტი? კარგი მეგობარო, მომიჭირე იარაღი. უა! თიქრის მომწვა. კარგი, ესე რომ რამდენიმე იარაღი გვაქვს, მგონი მართლა ასე მარტივია, როცა გარშემო ნავები გაქვს. ბიჭებო, რა არჩევანია, ნახეთ. გვაქვს მარწუხები? უსარგებლოა. გვაქვს? ეს რა არის? ეს რა ჯანდაბაა? იცით, ეს ჩვენი იარაღია ამ ყუთის გასახსნელად, რაც არ უნდა იყოს. ასევე უსარგებლოა. ისევ გვაქვს სახრახნისი. ჯანდაბა, კარგი. კიდევ ერთი ბოლო შანსი გვაქვს, დიდი გასაღები. გთხოვთ, ნუ გამომაჩენთ სურათში. გთხოვთ, ნუ გამომაჩენთ სურათში. კარგი, ასე როგორც არის, მშვენივრად იმუშავებს. კარგი, მზად ხართ? 1 2 3 კიდევ ერთხელ. ძმაო, ეს სკიური ბევრად უფრო რთულია ვიდრე მეგონა. არ მოგატყუებ. ჯანდაბა, ჯერ კიდევ ვერ გავხსენით სკიური. ანუ, სულ ცოტა გაგვაკლია. კარგი, კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა და გავხსნით. ასეჟე ეს არა? სიმართლის მომენტი. რა არის გიგანტურ საგანძურის სკიურში? ეს რა საზიზრობაა? მოიცა რა? უი, აქ რაღაც საზიზრობაა. არა. კარგი. ეს საერთოდ არ იყო ის რასაც ველოდი. ესენი ძვლებია? ხო, ესენი ძვლებია. რა ხდება? ეს ძვალია, ბიჭებო. რატომ არის ეს აქ? კარგი, არ ვიცი ადამიანისაა თუ არა, ეს რაღაცის ძვალია. აქ კიდევ ერთია. არა. რატო არის აქ ამდენი ძვალი? კიდევ ერთია. ბიჭებო, აქ ბევრი ძვალია. კიდევ არის? ეს რა არის? ფანტასტიკურად. აქ შლაპანციცა. საერთოდ არ არის საეჭვო. და ქუდი. ესეც საერთოდ არ არის საეჭვო. ეს ყველაფერი რა არის? ეს კიდევ ერთი ნავია. ბიჭებო, ეს ძალიან საზიზღარია. ოუ, აქ რაღაც ბასრია. ამან უბრალოდ დამჩხვლიტა. ალბათ საავად ყოფოში წასვლა მომიწევს. ბიჭებო, კიდევ რა არის აქ? ეს კიდევ ერთი ძვალია. რამდენი ძვალი უნდა ვიპოვო, სანამ ეს ნამდვილი საგანგებო მდგომარეობა გახდება? იმიტომ რომ ეს უკვე მე-6-ე, მე-7-ეა. ვაუ, ბიჭებო, კიდევ ძვლებია. კიდევ ერთი ძვალი. კიდევ ერთი ძვალი, ღმერთო ჩემო. კარგი, ასე რომ ამ ყუთში გვაქვს ტანსაცმელი და ძვლების გროვა. საერთოდ არაა სახარბიელო. ეს შეიძლება პრობლემად იქცეს. არ მოგატყუებთ. და ეს რა არის? ეს ფორმაა? ბიჭებო, ზუსტად ეგაა. ეს სამხედრო ფორმაა, ჯანდაბა. მოდი რა. მგონი ეს ძველი საზღვაო ქურთუკია ან რაღაც მსგავსი. შეხედეთ მის ღილებს. ეს სიკვდილის სუნს ასხივებს. არ მოგატყუებთ. ეს პირდაპირ ლპობის სუნია. ალბათ არ უნდა ვეხებოდე. შიგნით რა წერია? ვაუ, რაღაც წერია. წერია შეერთებული შტატების საზღვაო აკადემია. ანუ ეს მართლაც სამხედრო საზღვაო ძალების ფორმაა. როგორ აღმოჩნდა ეს ხუთში გემების სასაფლაოს ფსკერზე, ბიჭებო? როცა ცუდი გადაწყვეტილება მივიღე და ძვლებით სავსე ამ შემთხვევით ხუთში ქექვა გავაგრძელე, ვიპოვე კიდევ უფრო საეჭვო ნივთები, სანამ ბოლოს გადავწყვიტე რომ დროა დავტოვო ეს საიდუმლოებით სავსე ყუთი, რომელიც ძვლებითა და ტანსაცმლითაა სავსე. კარგი, აღარ ვაპირებ ამაში ქექვას. საკმარისაც ჩავიგდე თავი ეჭქვეშ დრევანდელი დრისთვის. კარგი, მოდით ჩავაბდოთ მაგნიტი ისევ წყალში და ამჯერად ნამდვილი განძი ვიპოვოთ. ვაა. მართლა იმედი მაქვს რომ კიდევ ერთი ღუზა არ იქნება, ან 100 ანკესი, ეგეც ცუდი იქნებოდა. რა მაგნიტის სროლას ვაგრძელებდი და ერთი უცნაური რა მეორის შემდეგ ამომქონდა. სამწუხაროდ არც ერთი არ იყო განძი. ამიტომ გადავწყვიტე რომ ახლა კარგი დროა სასაფლაოს ახალ ნაწილში გადავიდე. ვაუ, ნახეთ ეს ბიჭებო. აქ ნავსადგურში ჩაზირული ნავი დგას. სწორედ აქ უნდა ვისროლოთ მაგნიტი. თუ სადმე იქნება განძი, სწორედ აქ იქნება. კარგი, ძალიან აღწოვანებული ვარ ამით. მოდი მაგნიტი პირდაპირ ნავის წინ ჩავაგდოთ წყალში. ხო. მოვიწყდა ისევ დამეკრა. არ ვიცი რამდენად ღრმაა ეს წყალი, მაგრამ მაგნიტი ისე ჩაიძირა, თითქოს სამუდამოდ ეშვებოდა. ვინ იცის, შეიძლება 100 ფუტის სიღრმე იყოს. ღმერთო, რა ღრმა! მგონი რაღაცაზე ვართ. იმედია ხომალდზე არა, მაგრამ აშკარად რაღაცაზე ვართ. მოდი. მოძრაობს. ავიღე. რაც არ უნდა იყოს ჩემთან ერთად ამოდის. ძმაო, ეს ძალიან მძიმეა. შეიძლება დღეს ყველაზე მძიმე რამეს ვწევ. კარგი, ამოდის. ამოდის. რა ამოვიღეთ? ვნახეთ, ბევრი რამ ამოვიღეთ. სწრაფად. ღმერთო ჩემო ბიჭებო, ეს რა ხდება? ამაზე იმდენი რამ ამოვიღეთ. არასდროს მილაღავს ამდენი სხვადასხვა ნივთი ერთ მაგნიტზე. რა არის ეს? ეს კატანაა?
ბიჭებო, მგონი ეს კატანა, შეხედეთ ამას. ეს რაღაც იარაღია ან რაღაც პირიანი ნივთი. კარგი, ეს მაგარია. ალბათ ეს ყველაზე მაგარი რამეა, რაც აქამდე გვიპოვია. კიდევ რა გვაქვს ამაზე? ისეთი მძიმეა. ერთი ამოვიღეთ, რაც არ უნდა იყოს ეს. სინამდვილეში ორი ესეთი გვაქვს. მოდი. არ ვიცი ესენი რა არის. თუ იცი რა არის ესენი კომენტარებში მომწერე. და კიდევ ამოვიღე ეს დიდი რკინის ნაჭერი, რაც არ უნდა იყოს. ისეთი მძიმეა. წადი, ჩადე წყალში. ბიჭებო, თუ იცით ეს რა არის, კომენტარებში მომწერეთ, რადგან უბრალოდ დიდი ლითონის ნაჭერია. ალბათ 30-40 ფუნტს იწონის. ვნახო მაგნიტს მოვაცლი თუ არა ამაზე. არა, ვერა. შეიძლება დასულდა, ბიჭებო, მოდი. აი ესე, ძმაო, ეს პირველი სროლა გიჟური იყო. მომეცი 5. არა, დაივიწყე, მომეცი 10. როცა მაგნიტს ამ გიჟური ჩაძირული ნავის გარშემო ვაგდებდი, დიდხანს არ გასულა რომ ჩემი შემდეგი საოცარი აღმოჩენა ამოვიღე. მეგობარო, ეგ რა არის? ღმერთო, რამდენი რამე ამოვიღეთ? გაფრინდა, ეგ რა ჯანდაბა? ეს ილინოისის სანომრე ნიშანია. ეგ საერთოდ ეგ ადგილი არსებობს. რა არის ილინოისში? რეგისტრაციაზე წერია რომ ის 2000 წლის ივნისისაა. ანუ ეს ნივთი 26 წლისაა. 26 წელი ნავსად გუში გაატარა და გულწრფელად რომ თქვა, საკმაოდ კარგად გამოიყურება. მაგრამ ეს რა არის? ღმერთო ჩემო, უკანა მხარეს კიდევ რაღაცებია. მშარდავს. ეს რა ჯანდაბაა? კიდევ ასეთი ხელსაწყოები გვაქვს. აქ არის პატარა სახრახნისი და არ ვიცი ეს რა არის. არც ელექტრიკოსი ვარ და არც ის ვინც ამას იყენებს. მაგრამ უფრო მაინტერესებს ეს დიდი ხუთი, რომელიც ჯერ კიდევ მშარდავს. ბიჭებო, წინა მხარეს წერია რომ ეს პირველადი დახმარების ნაკრებია. ეს რაღაც ალბათ 10 ან 15 წელია. იქ ქვემოდდევს. ეს პირველადი დახმარების ნაკრები საკმაოდ მძიმეა. შეიძლება შიგნით რაღაცები გიღაღაცები იყოს, მაგრამ მხოლოდ ერთი გზაა გავიგოთ. მოდი გავხსნათ და ვნახოთ შიგნით რამე თუ არის. არ მაქვს წარმოდგენა საერთოდ გაიხსნება თუ არა. ალბათ 10 წლეულის უმეტეს ნაწილში ჟანგმა დახურა, მაგრამ მაინც ვცდი. ერთი გავხსენი. სინამდვილეში ეს ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. იმდენი წყალი იღვრება. შეხედე ამას. ღმერთო ჩემო. ალბათ სავსეა დაავადებებით. მოდი უბრალოდ ხო, სავსეა დაავადებებით. მოდი ვნახოთ ეს უფრო მარტივია თუ არა. აი ესე. კარგი, ეხლა გამოჩნდება. არის რამე აქ? ჯანდაბა, აქ რაღაცებია. ნახეთ ბიჭებო. მავთულის შინები. ეს რა არის? ეს რა ჯანდაბაა, რა საზიზღრობა. სამკუთხა სახვევი. ეს ძალიან მაგარია. ეს ძველი პირველადი დახმარების ნაკრებია და ჯერ კიდევ ყველა ორიგინალი ნივთი აქვს შიგნით. პირიდან პირში სუნთქვის მოწყობილობა. ეს რაღაც უბრალოდ ძველად გამოიყურება. სიმართლე რომ თქვა, არ მგონია ის ვინმეს მალე გადაარჩინოს. მოდი მაგნიტი ისევ წყალში ჩავაგდოთ და ვნახოთ კიდევ რამე თუ არის აქ. მაგრამ მაინც ძალიან მაგარია. შეიძლება ვიშევინახო. კარგი ბიჭებო, ძალიან კარგი წინათ გზნობა მაქვს ამ სროლაზე. ვცდი რომ ზუსტად ჩავაგდო იმ ნავებს შორის, ერთი რომ ტივტივებს და მეორე რომ არ ტივტივებს. კარგი, 1, 2, 3. არ გამოვიდა. კარგი, ეს შეიძლება პრობლემად იქცეს. როგორღაც თოკი აქ ჩაძირულ გემზე ჩარჩა და მგონი მაგლიც ვეღარ დავიბრუნებ. ან მგონია შევძლო. ხო, არა, ყველაფერი დასულდა. ჩემი მაგნიტი სულ გაფუჭდა. აქ ჩაძირულ გემზე ჩარჩა. იქნება პატარა ღუზის თოქზე გავიარო ნავამდე. არ ვიცი. ცირკის აკრობატი აღარ ვარ, მაგრამ შეიძლება ჯერ კიდევ შემიძლია. კარგი, ვცადოთ. ეს საშინელი იდეაა. რატო მოძრაობს თოკი? რატო მოძრაობს? ძმაო, ეს არ მომწონს. ეს არ მომწონს. კარგი, შეიძლება მართლა გამომივიდეს. არა, არ გამომდის. საშინელი იდეა. კარგი, სხვა იდეა უნდა მოვიფიქროთ. ეი, ეს საიდან გაქვს? ვიპოვე. ერთი გიჟური იდეა მაქვს. შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ ამისთვის დიდი ხის ნაჭერი მჭირდება. 1, 2, 3. როგორ გააკეთე ეს? არც კი მკითხო, მაგრამ ეხლა ნელა და ფრთხილად თვითონ აბიჯით ნავამდე გადასვლა შემიძლია. ამ უსაფრთხოების დანას გამოვიყენებ, რომ თავი დავიჭირო. კარგი ბიჭებო. ჩვენ გადავდივართ ნავზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში რამაა, რაც გამიკეთებია. ერთი არასწორი მოძრაობა და ან წყალში ჩავარდები. ღმერთო ჩემო. დიახ, შევძელი. კარგი, სად არის მაგნიტი? ის ქვემოთაა. კარგი, ნავზე ვარ, მაგრამ მაგნიტი ისევ ქვემოთაა. უნდა მივიდე იქამდე ისე რომ არაფერი დამიშავდეს. მგონი ამისთვისაც მაქვს იდეა. იმედია გამომივა. ღმერთო, შევძელი. არც კი მოვკვდი. დიახ. კარგი, მოდი თავიღოთ მაგნიტი. რა ვართ ჩვენ? ის მოძრაობს. მგონი რაღაც დავიჭირეთ, ბიჭებო. რაც არ უნდა იყოს ამოძრავდა. ძმაო, ამოდის. რაც არ უნდა იყოს ამოვიღეთ. რა ჯანდაბაა, ბევრი რამ ამოვიღეთ. არ ვიცი ესენი რა არის, მოიცადე აქ როგორ მოხვედი. უბრალოდ გამოვიარე. რთული არისო. ღმერთო, რა მძიმეა. უცნაური რაღაც ამოვიღეთ. არ ვიცი ეს რა არის. რაღაცა სატანჯველი მანქანაა, ან გემის ტაკელაჟის დიდი ნაწილი, ან რაღაცა მსგავსი. ეს რაღაც მაგარია. შეიძლება დავიტოვო უბრალოდ ასე. ღმერთო, ეს მართლა ძალიან მაგარია. კარგი ბიჭებო, მგონი დროა გადავიდეთ მეორე ჩაძირულ გემზე.
გონია რომ შემდეგში კიდევ უფრო კარგი განძი იქნება ვიდრე აქ. ჰეი, სად მიდიხარ? ხელი უნდა ჩამომარყა, დაგავიწყდა. ხო, კარგი, წავედით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირ გარშემორტმულები ვიყავით სხვადასხვა ზომისა და მდგომარეობის გემის ნამსხვრევებით, ერთი მათგანი განსაკუთრებით მომეწონა და ვფიქრობდი, რომ იქ შეიძლებოდა საოცარი განძი ყოფილიყო. ასე რომ ჩვენ უბრალოდ ნებისმიერი ჩაძირული ნავის გარშემო კი არ ვეძებთ მაგნიტით. არა, ჩაძირული იახტის გარშემო ვეძებთ მაგნიტით. ეს ჩემს უკან დაახლოებით $1,000,000 ღირებული ნავია. ასე რომ არავინ იცის რა შეიძლება იყოს მის გარშემო. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამით, ბიჭებო. კარგი, უბრალოდ ჩაუშვებ მაგნიტს და ვნახოთ რამეს თუ ამოვირებ. გონი ნავს დავეჯახე. ძმაო, მართლა ნავს დავეჯახე. ნავზე ნაკაწრი დაუტოვე. რომ დაენახათ მომკლავდ მე ძმაო. გონი კარგად იქნები ძმაო. კარგი, პირველი გადაგდებაო, ნახოთ რამე თუ დავიჭირეთ. ო, მგონი კარგადაა, მგონი რაღაც დავიჭირეთ. ნამდვილად რაღაც დავიჭირეთ. ფრთხილად, ფრთხილად, ფრთხილად. ძმაო, ეს რა ჯანდაბაა. რაღაც იარაღი ამოვიღე. ეს ძალიან მაგარია. მომეცით სადო ნახო, ამჯერად წინა ჯერზე ცოტა უფრო შორს თუ ისვრი. ვაუ, არა ნავი. ძმაო, თუ ისინი გამოვლენ და ნახავენ რომ მათ ნავს რაღაც დაემართა მომკლავენ და ეხლა $1,000,000 ნავს ვერ ვიყიდი ძმაო. შეიძლება შარში ვარ. შეიძლება მართლა შარში ვარ ბიჭებო. ალბათ ამ იახტაზე სიგიჟე წვეულებებს აწყობდნენ. ასე რომ ვინ იცის რა შეიძლება აღმოჩენილიყო წყალში. პირადად მე ვიმედოვნებ რომ ფულით სავსე ჩემოდანს ვიპოვი. მგონი მალე გავიგებთ. უი, ეს საკმაოდ მძიმეა ძმაო. არ ვიცი რაღაცა ავიღეთ თუ არა. აი მიდის. ეს რა ჯანდაბაა? ეს ღობის ნაჭერია თუ რაღაც მსგავსი. ეს გასაღებია, ბიჭებო, შეხედეთ ამას. ეს გიგანტური გასაღებია. როგორ აღმოჩნდა ეს ამ იახტასთან? რაღაც საზიზღარი წყალისდის. ძმაო, არ მოგატყუებ, ეს ძალიან მაგარია. ალბათ კედელზე დავკიდებ ან რამე ესეთზე. ნამდვილად არ ველოდი დღეს გიგანტური გასაღების პოვნას, მაგრამ სიმართლე რომ თქვა, ეს ძალიან კარგია. ჯერჯერობით 2-დან 2 საგანძური ვიპოვეთ. მოდით კიდევ ეხელთ სადოს და ვნახოთ, კიდევ რამეს ვიპოვით თუ არა. კარგი, როგორ ფიქრობთ, რა შანსია რომ იქ გიგანტური საგანძურის ხუთიც იყოს, რომელიც იმ გიგანტურ გასაღებს შეესაბამება? ამის გასაგებად მხოლოდ ერთი გზა არსებობს. ჯანდაბა, იცი რამ, არავის ვეთქვით, არავის ვეთქვით. ძმაო, ნახე როგორ ამოდის ბუშტები, მგონი რაღაც დიდი გვაქვს. ამ ადგილმა უკვე 2 ნივთი მოგცა და მგონი მესამეც ვიპოვეთ, ბიჭებო. ღმერთო, რა მძიმეა. ნახე ბუშტები, ნახე ბუშტები. უშტები, მიდი, ვხედავ, მგონი ვხედავ, რაღაც გვაქვს. ეს რა ჯანდაბაა, ბიჭებო. საუსეა წყლით, საშინლად ყარს. ეს რა ჯანდაბაა? ძმაო, რა ხდება? კარგი, არ მოგატყუებით ბიჭებო, საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა რა არის ეს. პატარა სახელური აქვს. შეგიძლია? არა, ვერ ამოძრავებ. რა? ეს რა ჯანდაბაა? აწერია დოლარები და ცენტები. რა შანსია? აქ ფულია ბიჭებო. ეს ალბათ იახტიდან ჩამოვარდა, რაღაც ფულის აპარატს გავს. ვნახოთ მოვაშორებთ თუ არა მაგნიტს. აი ესე. შემიძლია როგორმე გავხსნა, უბრალოდ აი დაიძრა. მიდი. კარგი ბიჭებო, ცოტა ვიკვნე და მგონი მივხვდი როგორ უნდა გახსნა ესეთი რამ. ესე რომ ესეთი ფულის ხუთის გასახსნელად საჭიროა. არ მგონია რომ ეს მუშაობს. მოიცადეთ, მოიტყვე. გაიხსნა. ნახეთ ბიჭებო, კარგი სიმართლის მომენტი. რამდენი ფულია აქ? არაფერია ძმაო, რა? ეს ყველაფერი ტყუილად გავაკეთე. აქ ფული არ არის. უბრალოდ რაღაცა წყბილანებია. კარგი, ეს სრული დროის დაკარგვა იყო, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ. ჯერ კიდევ გვაქვს მაგნიტი და ჯერ კიდევ გვაქვს გიგანტური იახტა მაგნიტით სათევზაოდ. მოდით კიდევ ერთხელ ვცადოთ და ვნახოთ თუ რამე უკეთეს ვიპოვით. ვაუ! იახტის წინა მხარეს მაგნიტით თევზაობის გაგზელებისას მხოლოდ შემთხვევით ნივთებს პოულობდი. ამიტომ გადავწყვიტე რომ თუ ნამდვილი განძის პოვნა მინდოდა, ცოტა სხვანაირად უნდა მემოქმედა. რადგან მხოლოდ უსარგებლო ნივთებს პოულობ, ვიფიქრე რომ კარგი იდეა იქნებოდა მაგნიტით თევზაობა ნაპირსადგურიდან კი არა, ამ მდგარი ნავიდან მეცადა და უფრო შორსაც გავსულიყავი. იქნებ რაღაცები იახტიდან გადმოვარდა და მეორე მხარესაა. ასე რომ უბრალოდ ამ ნავზე უნდა ავიდეთ და იმედია იქითაც მივწვდებით. კარგი ბიჭებო, წავიდეთ და მაგნიტი ავიღოთ. იო, ძმაო, ნავი იძირება. იო, ნავი წყლით ივსება, ღმერთო ჩემო ძმაო. სამოშვილო სწრაფად, უნდა წავიდეთ ძმაო, ღმერთო ჩემო წყლით ივსება. ძმაო, ძალიან სწრაფად ივსება, ღმერთო. ვა! ძმაო, რა საკეთებ? ჩაიცვი სამაშველო ჟილეტი. ვიძირებით ძმაო. არ მგონია რომ ვიძირებით ძმაო. რატომ ხარ ისევ ნავში? ნავი წყლითაა სავსე ძმაო. მგონი კარგად ვართ. კარგი, შეიძლება ცოტა გადავაჭარბე. მეშინია როცა ნავი იძირება. აგი, ნავი მართლა იძირება, მაგრამ ბევრად ნელა ვიდრე მეგონა, ასე რომ ალბათ გვაქვს დაახლოებით არ ვიცი, 5 წუთი გვაქვს სანამ წყალში ვიქნებით. ეს საკმარისი დროა რომ აქ რამე განძი ვიპოვოთ. სწრაფად მოიტანე მაგნიტი. ხო ძმაო, მართლა ვიძირებით. შეგიძლია ნახო როგორ შემოდის წყალი. ღმერთო ჩემო, ნელა შემოდის, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ. კარგი ბიჭებო, ჩააგდეთ მაგნიტი წყალში, სწრაფად. ვაუ! ნავი ავიღე. იახტა ამოვიღე ბიჭებო. მაგნიტით თევზაობის ყველაზე დიდი ნადავლი. კარგი, კიდევ ერთხელ ვცადოთ. ვაუ! კარგი, ეს კარგი სროლა იყო. ნახოთ რამე ამოვიდეთ თუ არა. აუ, ნახეთ ბუშტები. მგონი რაღაც გვაქვს. ეს ძალიან ბევრია და უზარმაზარია. რაც არ უნდა იყოს ძალიან დიდია.
ღმერთო, იმედია იახტიდან სკამი ან რამე მსგავსი არ არის. შეიძლება იყოს კიდეც. ეს რა არის? ამოდის. ამოვიღეთ. ვაუ! ეს რა არის? ბიჭებო, რაღაც სიგიჟი ამოვიღეთ. ხილად, შეიძლება ეს ნავი გავტეხოთ. ეს რა არის? კარგი ბიჭებო, არ ვიცი ეს რა ჯანდაბაა. ეს ასტორია? კი ესეა. ბიჭებო, ეს ძველი სასტორივითაა. რა მაგარია. მგონი ესეთი ჯერ არ მიპოვია. ეს იყო პირველი ნაპოვნი იახტის მარცხენა მხარეს. ასე რომ მაგნიტი იქვე კიდე უნდა ჩავაგდოთ. კარგი, გულწრფელად რომ თქვა, მაინტერესებს რამდენი ვიწონი. მოდით ნახოთ, შეძლებს თუ არა სასტორია მას. რამდენი ვიწონი? 250 ფუნტი. 250 ეგ წონა ალბათ მაგნიტისგანაა. ეგაა მაგნიტი. ძმაო, ეგ დიდი მაგნიტია. სხვათა შორის ეგ 3000 ფუნტიანი მაგნიტია. ჰეი, გაჟონო უკვე ძალიან ცუდადაა ბიჭებო. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს გავძლებთ სანამ თლიანად წყალში არ ვიქნებით, მაგრამ ეხლა პირდაპირ გემზე ვართ, რომელიც იძირება. ასე რომ მოდი მაგნიტი რაც შეიძლება მალე დავაბრუნოთ წყალში. სწრაფად სანამ წყალში არ აღმოჩდით. უაჰ! აუ, მეტკინა. კარგი, ეხლა არ მაქვს დრო რომ ძლიერ ტკივილში ვიყო. უნდა ჩავაგდოთ ეს მაგნიტი. ბუშტებს ხედავ ძმაო, ბუშტები გვაქვს. ბუშტები ამოდის. გადამწყვეტი მომენტია, ვნახოთ რა გვაქვს. მიდი. ეს ღუზა, ზუსტად ეს გჭირდება, თუ სწორად გამოვიყენებთ, გემს გადავარჩენთ. კარგი, ანკერები ხო გემებს ამყარებს, ხო ესეა. ესე რომ თუ ჩვენ ძმაო მგონი არ იმუშავა, ისევ წყალი შემოდის. მომიტანე კიდევ ერთი ანკერი დაუყოვნებლივ. კარგი, აი შენთვის. კარგი, მადლობა მაქს, მადლობა. ობა. მადლობა. კარგი, ისე ვიძირებით. არა, მგონი ყველაფერი რიგზეა, კარგი. აქედან გამოგიყვანთ. ამ ნავს არ დავკარგავ. სანამ მე ვარ კაპიტანი, არა. მაღალ სიჩქარეზე გადაიყვანე. მარცხნივწადი. მარჯვენა ბორდზე. მომიტანეთ მონსტერ ენერჯი სასწრაფოდ. ჯანდაბა. მაგნიტით თევზაობით მოპოვებული ბევრი საოცარი ნივთის შემდეგ დრო ამ ჩაძირულ ნავებზე ავიდეთ, რომ შევისწავლოთ შიგნით რა არის და იქნებ რამე საინტერესო ვიპოვოთ. კარგი ბიჭებო, ეხლა ერთ-ერთ ჩაძირულ გემზე ავედით და არ მოგატყუებთ, ეს უბრალოდ საოცარია. ყველგან რაღაცებია, ბიჭებო, ეს სიგიჟეა. შეხედეთ როგორაა ყველაფერი მიმოფანტული. აქ $1000 ნივთებია უბრალოდ მიტოვებული. ესენი რა არის? ეს ყველაფერი გემბანზეა მიმოფანტული. ესენი საგანგებო საკვებია. შეიძლება ის ჭამო? მოიცადეთ, ნება მომეცით ვნახო. როგორ უნდა ვნახო? შეგიძლია თუ არა? არ ვიცი. თითქოს რაღაც არის შიგნით, მაგრამ ბოლომდე ვერ ვხვდები. ბევრი ასეთია, ყველგან ქრია, სხვადასხვა ზომისაცაა. ეს რა არის? კომეტის საზღვაო საგანგებო სიგნალია. ანუ ეს რაღაც კონსერვირებული ბოსტნეული ვითია თუ რა არის? და ეს რაღა, შეხედეთ ამ დიდ ძველ ყუთს გემბანზე. არ შეეხოთ სიცოცხლის გადამჩენ მოწყობილობას. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს აქ? არ ვიცი, ალბათ რაღაცა სიცოცხლის გადამჩენი მოწყობილობა, რომელსაც არ უნდა შეეხო. ასე ფიქრობ? წერია რადელს შიგნით. არა, ღმერთო ჩემო. ეს რაღაც დაახლოებით 100 ფუნტს იწონის. გავხსნათ? ძალიან მინდა ვნახო რა არის შიგნით. ღმერთო, რა მძიმეა. იდუმალი ყუთი ჩაძირული გემის გემბანზე. აუცილებლად უნდა გავხსნათ. რა იქნება თუ აქ საგანძურია? სამონტაჟო ინსტრუქციებია. არ მაქვს დრო ეს ყველაფერი წავიკითხო. ამას უნდა მოკაჩო? კარგი, მგონი ვერანაირად ვერ გავხსნით ამას თუ ამას არ გავჭვით. და ესენი მეტალისგანაა გაკეთებული. ვაუ. კარგი. ალბათ ვერასდროს გავიგებთ რა არის იდუმალ ყუთში. მოდი კიდევ დავათვალიეროთ ირბლივ. ხო, ეს საერთოდ არ არის შემაშინებელი ან უცნაური. ძალიან აღფრთოვანებული ვარ რომ აქ შევიდე. ღმერთო, ეს ძალიან შემაშინებელია, ბიჭებო, მოიცადეთ. მაინტერესებს ბოლოს როდის იყო აქ ვინმე. ეს ადგილი დიდი ხანია მიტოვებულია. ვაუ, აქ ბევრად მეტი ოთახია, ვიდრე მეგონა. ყველაზე მნიშვნელოვანი ვიპოვე. ტუალეტი. არა, კრაზანებია, ღმერთო. აქ მართლა არც ერთი კრაზანა არა. ძმაო, მთელი ცხოვრება თვალწინ გამირბინა, იმდენი იყო. ეს სად მიდის? ჯანდაბა, ეს რა უბედურება? აქ რაღაც დიდი ბომბივითა ან რაღაც მსგავსი. შეხედე ამას. შენ რა ხარ საერთოდ? ვნახო თუ შემიძლია გავიდე. იცადე! ძმაო, ის შიშინებს. რატო შიშინებს, ძმაო? გააჩერე ეს. ღმერთო ჩემო, აქედან გაეთრია. გაეთრია აქედან სანამ არაფერი არ მსგავსი არ მოვა. იცადე. გონი შეწყვიტა შიშინი. ბომბი ხო არ მესროლე. ხო, მაგრამ ის ჩემზე აპირებდა აფეთქებას და არც კი აფეთქდა. ასე რომ ყველაფერი რიგზეა. მოდი გავაგზავნოთ ძიება და ვეცადოთ თავი ავარიდოთ ბომბის ფორმის ბომბის მაგვარ საგნებს. როცა ნავში ოთახ-ოთახ ვაგზავნებდი ძიებას, დიდხანს არ გასულა რომ მთელი დღის ყველაზე გიჟური აღმოჩენა გავაკეთე. ღმერთო ჩემო, ძმაო, უნდა შემოხვიდე აქ. აქ ყველგან იარაღებია. ღმერთო ჩემო, ესენი ნამდვილია? ბიჭებო, აქ სამზარეულოში ყველგან იარაღებია. ნახეთ, კიდევ ერთი. ღმერთო ჩემო. და კიდევ ერთი. აქ მარფა ყველგან იარაღებია. არ ვიცი ესენი ნამდვილია თუ არა, ან დატენილია თუ არა, მაგრამ
ზედმეტად არ ვაპირებ მათთან თამაშს. რატომ არის აქ ამდენი იარაღი? შეხედეთ ამას. ეს ნამდვილი იარაღია, არ ვიცი თოფია თუ რა არის. თუ იცით კომენტარებში მომწერეთ. ზედმეტად არ ვაპირებ მასთან თამაშს. არ ვიცი დატენილია თუ არა. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან მაგარია. არასდროს მიპოვია იარაღები მიტოვებულ შენობაში და აქ ამდენია. არ ვიცი რატომ არის აქ ამდენი. შეხედეთ ამას. თითქოს მეორე მსოფლიო ომიდანაა ან რაღაც მსგავსი. ღმერთო ჩემო, არ ვიცი შემიძლია თუ არა მათი შენახვა. ძალიან მინდა. აქ იმდენია. ასეთი რამ არასდროს მინახავს. შეხედეთ მათ. ყველას. აქვე იარაღების გროვა მაქვს, მაგრამ ძიებას გავაგზელებთ. ვინ იცის კიდევ რა შეიძლება იყოს დამალული ამ ნავზე? ფული, ძვირფასეულობა, ძვირფასი ქვები. მოდი ვეძებოთ და ვნახოთ რას ვიპოვით. სამზარეულოში ბევრი არაფერი ჩანს. ერთადერთი ადგილი, სადაც ჯერ არ შეგვიხედავს, ის იდუმალი ბნელი ხვრელია იატაკში. არ ვიცი სად მიდის ეს, მაგრამ გულწრფელად ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ჯერ არ ყოფილვართ. ასე რომ ვინ იცის რა შეიძლება იყოს იქ ქვემოთ. კარგი ბიჭებო, მივდივარ, ჩავდივარ გემში. ძალიან ვიწროა. არ ვიცი შევძლებ თუ არა ზურგჩანთით ჩასვლას. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან საშიშია. ჰეი, რას ხედავით ქვემოთ? ძმაო, აქ ძალიან ბევრი რამეა. მოდი კამერა ჩამოვიტანოთ და დავათვალიეროთ. ესენი უზარმაზარი სათევზაო ჯოხებია. ესეთით რა სიჭერს ვიგენებს? ეს სიგიჟეა. ვაუ. ღმერთო ჩემო, აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. ერთი არასწორი მოძრაობა და შეიძლება რამეზე წამოვეგო. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ნახევარი ამ ნივთებიდან არც კი ვიცი რა არის. თუ თქვენ იცით კომენტარებში მომწერეთ. მაგრამ ვფიქრობ ეს ყველაფერი ხომალდის მუშაობისთვის იყო საჭირო, როცა ჯერ კიდევ მუშაობდა და ნახევრად ჩაძირული არ იყო. აქ ძირითადად ინსტრუმენტებია, მაგრამ მოდი შემდეგ ოთახშიც შევიხედოთ და ვნახოთ, რამე უკეთესი ხომ არ არის. ღმერთო, ნახეთ რა დიდი ძრავა. მგონია რომ თუ ამ ნაწილს მოხსნით და ამას ორჯერ დაარკამთ, მერე ტურბინატორს შეცვლით, მაინც არ იმუშავებს, რადგან საერთოდ არ ვიცი რას ვლაპარაკობ. ეს დიდი ყვითელი ძრავა. ამ ოთახში სხვა არაფერი ჩანს. უკვე დასრულდა? არა, ჯერ არ დასრულებულა. შეგიძლია ჩაკუჩი ან რამე მსგავსი მომაწოდო? კი, მოგაწოდებ. ეს უნდა იყოს საკმარისი. ეს ჩაკუჩი არ არის. მომაწოდე ჩაკუჩი. მეგობარო, ჩაკუჩი მჭირდება. როგორ უნდა გავაკეთო ეს თუ სწორ ხელსატყოებს არ მაძლევ, მეგობარო? ღმერთო ჩემო, ეს რაღაც არასდროს იმუშავებს. ვაიმე, სამწუხაროდ ნავში ძრავის გარდა არაფერი იყო და ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელი მისი დაქოქვა. ასე რომ სამწუხაროდ დღეს ერთადერთი რითაც წავალთ არის იარაღების გროვა, ჟანგიანი ღუზები და რაღაც გიჟური განძი ოკეანის ფსკერიდან. და მოვწერეთ შემდეგ სად უნდა წავიდე გამოსაკვლევად, რადგან ყველა კომენტარს ვკითხულობ. მანამდე დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ვიდეოში შეგხვდებით.